საქველმოქმედო ვახშმი და შემოსულ $1,500,000 ლარს რუსული აგრესიის დროს დაზარალებულ ოჯახებს გადასცემენ. აგვისტოს 5 დღის პრემიერის დასრულების შემდეგ რუსთაველის თეატრში საქველმოქმედო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი და ქვეყნის პირველი ლედიც დაესწრნენ. ვახშამზე, რომელიც 160 სტუმარზე იყო გათვლილი, იმყოფებოდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები შერონ სტოუნი, ენდი გარსია და რეჟისორი რენი ჰარლინი. დასასწრები ბილეთის ფასი $5-დან $10,000-მდე ღირდა. ვახშამზე სიურპრიზებიც იყო. ენდი გარსია მოულოდნელად სცენაზე ავიდა და როიალზე დაუკრა კომპოზიცია მან საქართველოს მიუძღვნა. იმპროვიზაცია საქართველოს სიყვარულის თემაზე. ენდი გარსიას მიერ მოულოდნელად სცენაზე შესრულებული მელოდია საქველმოქმედო ვახშმის კულმინაციად იქცა. ჰოლივუდელი მსახიობი საღამოზე ერთადერთი არ იყო, ვისაც მასპინძელი ქვეყნისა და ქართული ხალხის მიმართ ემოცია არ დაუფარავს. ჰოლივუდელი მსახიობები ქართული ხალხური სიმღერისა და სოფო ნიჟარაძის ვოკალის მიმართ აღტაცებას არ მალავდნენ. საქველმოქმედო ვახშამმა და ომისაგან დაზარალებულების დახმარების სურვილმა რუსთაველის თეატრში 160 სტუმარი შეკრიბა. მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი. მიხეილ სააკაშვილმა გამოჩენილი ქველმოქმედებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიზნესმენებს და მათ, ვინც მთელ მსოფლიოს უჩვენა რა ხდებოდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს 5 დღის განმავლობაში. საქართველოში დღეს შემიძლია ვთქვა, რომ პირველად ჩამოყალიბდა სერიოზული ტრადიცია ფილანთროპიის, ქველმოქმედების. ის რომ ბიზნეს შეუძლია ამის გაკეთება, რაც დღეს გაკეთდა, ეს არის ყველაზე უთხოვარი ნიშანი, რამდენად შორს წავიდა ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ. მე მინდა განსაკუთრებით გამოვყო დღეს არა მხოლოდ დღევანდელ საღამოში, არამედ ფილმის გარშემო მოვლენებში და შექმნაში წვლილი კობა ნაყოფიასი. მე ვფიქრობ, კობა ნაყოფიას იყო მთავარი ფიგურა ყველაფერ დანარჩენთან, რაც ეხებოდა ამ ფილმს, იმიტომ რომ აღმოაჩნდა ძალიან დიდი გული, ძალიან დიდი მგზნებარება, ძალიან დიდი სიყვარული ადამიანების და საკუთარი ქვეყნის. ჩვენ შეიძლება მრავალგზის წაგვაქციო, მაგრამ მთავარი ეს კი არა, წაიქცევით ვარ, მთავარია ყოველთვის შეძლო ფეხზე წამოდგომა. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც აქვს უნიკალური ნიჭი, რაც არ უნდა ქართეხილმა გადაუაროს, რაც არ უნდა ქარიშხალმა წააქციოს, ეგრევე წამოდგეს ფეხზე და გააგრძელოს ცხოვრება, ვითომ არაფერი არ მოხდარა. და მე ვფიქრობ, ეს არის ჩვენი გადარჩენის მთავარი ამოცანა. მიუხედავად ყველაფრისა, შევინარჩუნეთ აი ეს ერთობა, მრავალეთნიკური, აი ეს კულტურა ასევე მრავალპლასტური, აი ეს გახსნილობა და მუდმივი ტოლვა ცივილიზებული სამყაროსკენ და შევინარჩუნეთ წარმოუდგენელი უნარი ყოველთვის გავიმართოთ წელში, ყოველთვის დავბრუნოთ, ყოველთვის ავდგეთ ფეხს. პრეზიდენტმა სტუმრებს ინგლისურადაც მიმართა იმის სათქმელად, რომ საქართველომ რუსული ოკუპაციის მიუხედავად დიდი სიმამაცე გამოიჩინა და არ დაეცა. მინდა ორიოდე სიტყვა თქვა ჩვენი მეგობრებისთვის, რომლებიც ჩამოვიდნენ. აქ ისეთი საზოგადოებაა წარმოდგენილი, რომ ალბათ ყველასთვის აღდენილი ოცნება. აღმოაჩინე, რომ აქ იმყოფება ჩვენი მეგობარი კონგრესმენი დეივიდ დრეიერი. ის თავს უცხოდ არ უნდა გრძნობდეს ჰოლივუდის თანავარსკვლავედში, მასაც ისეთივე რეაქცია აქვს, როგორც მე. ჩემი შვილი, რომელიც ყველაფერს აკრიტიკებს, ასაკიდან გამომდინარე, ენდი გარსია მისთვის ნამდვილი კერპია. ვერასდროს იფიქრებდა, რომ ნახავდა მას ქუჩაში მოსიარულეს. ასევე მადლიერი ვარ რენი ჰარლენის, რომელიც დღეს გამთენიისას ძალიან თავმდაბალი იყო, როდესაც აეროპორტში მიწას აკოცა. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი ჟესტი. ეს ყველას ყოველთვის ემახსოვრება. წლევანდელმა წელმა დაამტკიცა ჩემი ხალხის შემართება. ჩვენ ყავს 9 მილიონი ადამიანი, რომლებსაც წაართვეს საკუთარი სახლები, საბავშვო ბაღები, სკოლები, სადაც დადიოდნენ. ადგილი, რომელიც უყვარდათ, ხედები, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებდათ. ისინი გამოაძევეს და აღარ აბრუნებენ. ისინი ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ყავს დიდი არმია და არც კი გაბედოთ აქ დაბრუნებაო. ჩვენს ქვეყანას თავს დაესხა 10-ჯერ უფრო ძლიერი მეზობელი ბომბებით. ზოგადად ხალხს უჭირს ასეთი მოვლენების გადალახვა. ქვეყნები ვერ უმკლავდებიან ასეთ განსაცდელს, მაგრამ ეს ქვეყანა ფეხზე წამოდგა, უფრო მეტი ოპტიმიზმით, მოწიფულობით და შემართებით დემოკრატიის, ღია საზოგადოების ასაშენებლად, ინტეგრირებისთვის და იმისთვის, რომ შესაძლებლობები მიეცა ეთნიკური უმცირესობისთვის
ქვეყნებისთვის და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, უფრო მეტად ახალგაზრდებისთვის. ძლიერი რწმენით, რომ მომავალი გვაქვს და ეს მომავალი ყველა ჩვენთაგან ეკუთვნის. ამ ფილმმა შეიძლება ბევრი რამ არ შეცვალოს. ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია. დევნილები ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში. მაგრამ პატარა ერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ დანარჩენი მსოფლიო მის ბრძოლას სამართლიან ათვლის და რომ ის ამ ბრძოლაში ისტორიის სწორ მხარესაა. ის გვაყენებს ისტორიის და მორალის სწორ მხარეს. გვაყენებს სწორ მხარეს, როდესაც პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის არჩევანის წინაშე ხარ. მას მოაქვს ოპტიმიზმი და რწმენა. მადლობას გიხდით, რომ ეს რწმენა დაგვიბრუნეთ. Thank you for giving us back our faith. Thank you again for all of you. Thank you. უნივერსალური ამბავი მშვიდობაზე და არა ომზე. ფინელი რეჟისორი და კუბელი მსახიობი ამბობენ, რომ ფილმის გადაღების დროს მათ საკუთარი ქვეყნების გამოცდილება დაეხმარა. ბატონო პრეზიდენტო და დამსწრე საზოგადოებაო, მიხარია რომ აქ ვიმყოფებით. 2 წლის წინ ჩემთან მოვიდნენ ადამიანები და მკითხეს თუ ვიცოდი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ და თუ ვისურვებდი ფილმის გადაღებას ამ თემაზე. მე ვუთხარი რომ ვიცოდი ეს ამბავი და გადავწყვიტე ამ ისტორიისთვის გადამეხედა. მაშინ ჩამოვედი საქართველოში და შევხვდი ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ლტოლვილებს და რიგით მოქალაქეებს. მიშასაც შევხვდი, მაშინვე შემიყვარდა ეს ქვეყანა და მისი ხალხით მოვიხიბლე. მე წარმოშობით ფინეთიდან ვარ და საქართველოში ბევრი რამ ჩემთვის ახლობელია. ჩვენ ორივე რუსეთის მეზობლები ვართ. ორივე ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის. მინდა ამ საღამოს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო კობა ნაყოფიას, მირზა დავითაიას და ჩვენს არაჩვეულებრივ პრეზიდენტს მიშას ხარდაჭერისა და დახმარებისთვის. როცა კინოთეატრიდან ჩემ შეყვარებულთან ერიკასთან ერთად მოვდიოდი, მე მას ვუთხარი რომ დაემახსოვრებინა ეს წუთები. მნიშვნელობა არა აქვს ოსკარს ავიღებთ თუ სხვა ჯილდოს, მთავარია იმ ქვეყანაში ყოფნა, ვის ამბავსაც ყვები. ხალხი კი ირგვლივ ოვაციებს არ იშურებს. ეს ჩემი კარიერის მწვერვალია. ბევრი ფილმი გადამიღია, მაგრამ ყველა ისინი ამ წუთებისთვის მამზადებდნენ, როცა მე ამ ქვეყნის და ამ ხალხის ამბავი უნდა მომეყოლა. ამ ფილმს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ნახავს. ჩვენ პრემიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 აგვისტოს გვექნება და შემდეგ ფილმს სხვადასხვა ქვეყნებში ვაჩვენებთ. ძალიან მეამაყება რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. ჩვენ ყველანი შეყვარებულები ვართ ამ ქვეყანაზე და ამიტომაც ვართ აქ. დიდი მადლობა მას წინძლებს. ეს ფილმი ძალიან ემოციურია ჩემთვის, როცა ამერიკასთან მითხრეს რომ გადასახებად აქ უნდა ჩამოსულიყავი, მალევე ჩამოვიდნენ. მოსამზადებლად ბევრი დრო არ მქონდა, მაგრამ საბედნიეროდ მაინც მოახერხე რომ გადაღებებამდე მიშა შევხვდროდი. უკეთ გავეცანი მის ხასიათს. შემიძლია ჩემი ქვეყნის გამოცდილება ძალიან მეხმარებოდა გადაღებების დროს. ვფიქრობ, ფილმში ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი დევს, რადგან ის უნივერსალურ ამბავს ეფუძნება. იმისთვის რომ მშვიდობა იყოს მსოფლიოში, თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდღიური ურთიერთპატივისცემის გრძნობით უნდა გაიგრძნოს. ქართველებისგან საოცარი სიტყვა ვიგრძენი. ეს უნიკალური კულტურის მქონე ქვეყანა. ახლა კი ამ არაჩვეულებრივმა მუსიკოსებმა დაუკრათ. დიდი მადლობა ყველას. საქველმოქმედო ვახშამზე დასასრები ბილეთი $5-დან $10,000-მდე ღირდა. ასამოცმა სტუმარმა რუსული აგრესიის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის $1,500,000 ლარი შეაგროვა. კორდული ციფრი აეწია $1,500,000 ლარის ოდენობის. ეს არის იმ ოჯახების დასახმარებლად, ვისი შვილებიც, დებიც, მამებიც, ძმებიც დაიღუპნენ ამ ომში და მე მიხარია და ამაყივარო დღეს ქართული ბიზნესი დგას ერთად და აფინანსებს აი ამ ოჯახების, რომელსაც თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნისთვის. სამხატში ბეჭდავია. მე პრომეცაც გეტყოდით რომ უკვე ეს ტრადიცია დაინერგა და იმედი მაქვს რომ ბიზნესი მომავალშიც ასე აქტიურად მიიღებს მონაწილეობას სოციალურ პროექტებში და ქვეყნის აღშენებლობის საქმეში. ძალიან სასიამოვნოა ესეთი თანხა არ შეგვეუბნება, მეგონი უპრეცედენტოა როგორც თქვენ ბრძანეთ და ძალიან სასიამოვნოა ეს, რომ პირდაპირ წავა ეს პირდაპირი დახმარება იქნება დაღუპულ ოჯახებს ისთვის და ძალიან მშვენიერი ფილანთროპია არის ყველა ნორმალურ საზოგადოებაში. სიტყვა ჰოლივუდელი ვარსკვლავებისაგან ქართულმა ხალხმაც იგრძნო. საქველმოქმედო ვახშმის დასრულების შემდეგ ენდი გარსია და რენი ჰარლენი რუსთაველის თეატრთან შეკრებილებთან მივიდნენ. მათ ხელი ჩამოართვეს და ავტოგრაფები დაურიგეს. თაყვანისმცემლებისთვის და ჟურნალისტებისთვის მიცემული პირობა კი ერთნაირად ჟღერდა. ჩვენ საქართველოში დავბრუნდებით. We love Georgia. Georgia. Long live Georgia. We love it. Fantastic. Fantastic. გრანდიოზული კინოპრემიერა წითელი ხალიჩა და ჰოლივუდის ვარსკვლავები თბილისში აგვისტოს 5 დღე ქართულ მაყურებელს რეჟისორმა რენი ჰარლენმა და მთავარი როლის შემსრულებელმა ენდი გარსიამ წარუდგინეს. პრემიერას კინოთეატრ რუსთაველში სპეციალურად მოწვეული სტუმარი ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნიც ესწრებოდა. ფილმის ჩვენება, რომელსაც 880 ადამიანი ესწრებოდა, კინოთეატრის 5-ვე დარბაზში მიმდინარეობდა ჰოლივუდურმა ფილმმა ქართულ მაყურებელზე შთაბეჭდილება მოახდინა ემოციებს ვერ მალავდნენ ვერს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები.
ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავი რუსთაველის გამზირზე ბოლოს გამოჩნდა. საღამოს ყველაზე განსაკუთრებულ სტუმარსა და ჰოლივუდის ყველაზე ძვირადღირებულ ვარსკვლავს ოვაციებით შეხვდნენ. კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა წითელ ხალიჩაზე რამდენიმე წუთს ჟურნალისტებისთვის შეყონდა. ის რომ განსაკუთრებული გემოვნება აქვს თბილისურ პრემიერაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა. თვლებით და ბეწვით მორთული შავი კაბა, სადაც გაშლილი თმა და იվ სენ ლორანის ფეხსაცმელი, ასეთ ფორმაში ამჯერად ქართული ტელეარხებისთვის პოზირებდა. ოვაციები მოყვა პრემიერაზე ენძი გარსიას გამოჩენას. რეჟისორი რენი ჰარლენი საღამოზე მეგობარ ქალთან ერთად მოვიდა. ემოციური რეჟისორი რუსთაველზე შეკრებილებს განსაკუთრებული ჟესტით მიესალმა. სანამ ფილმის პირველი მაყურებელი რუსთაველის კინოთეატრის დიდ დარბაზში მოხვდებოდა, პირველ სართულზე მოწყობილი ფოტოექსპოზიცია დაათვალიერა. აქვე გაიმართა პრაიმ ტაიმის ხმაურიანი პროექტის გმირის ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია. ლონდონში ამ ფილმთან ერთად არის უკვე ამ წიგნის პრეზენტაციაც და მე დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიო გაიცნობს და ნახავს თუ რა დიდი აგრესიის და ზეწოლის ქვეშ იყო რუსეთის ომის დროს საქართველო. ფილმის პრემიერას ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად ფილმში მონაწილე ქართველი მსახიობებიც ესწრებოდნენ. პრემიერამდე სიტყვით გამოვიდა რენი ჰარლენი, რეჟისორი, რომელმაც ფილმი აგვისტოს 5 დღე სამთვიანი ბატალური გადაღებების შემდეგ შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ კინოს უკვე 25 წელია ვიღებთული, რომ ფილმი აგვისტოს 5 დღე ჩემი ცხოვრების კინოა. ამ სურათზე მუშაობამ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა საქართველოს ისე შემოყვარდა, რომ ჩემს მეორე სამშობლოდ ვთვლი. შერონ სტოუნი და ჰოლივუდის დანარჩენი ვარსკვლავები მე-12 რიგში ისხდნენ. დიდი დარბაზის გარდა ფილმის ჩვენება კინოთეატრის ყველა დარბაზში ერთდროულად დაიწყო. ძალიან ძლიერი სურათია. ეს არ არის ფილმი მხოლოდ ომზე, ეს უნივერსალური ისტორია, რომელიც მეორე ქვეყანას გადახდა. ფილმი ომის წინააღმდეგ. მიხარია, რომ ამ პრემიერას მე საქართველოში დავესწარი. ჩემი კინოსურათში შეიარაღებული ძალების მეთაურის როლს ვასრულებ. ამ როლის შემდეგ მივხვდი, რას ნიშნავს ქართველებისთვის თავისუფლება. ძალიან დიდი განსხვავებაა ფილმის საქართველოში და სხვა ქვეყანაში ხილვა. საშუალება მქონდა შევხედოთ იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ ამ ომის მონაწილეები იყვნენ. ძალიან ძლიერი და კარგი ფილმი გამოვიდა და ძალიან მიხარია ულოცავ მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ წარმატებას. ამდენჯერაც მოვა ამ ფილმზე მაყურებელი იმდენად და იმდენჯერ ემოციურად დაწვირთული წავა აქედან. იმედი მაქვს, რომ ამ ფილმს ნახავენ მილიონები და მილიონები ადამიანები, ვის დახმარებითაც ეს ყველაფერი აუცილებლად დამთავრდება. ასე გაიგეს სტუმრებმა, რა მოხდა 2008 წლის აგვისტოს 5 დღეს. პრემიერის შემდეგ მათ რუსთაველის თეატრში გადაინაცვლეს საქველმოქმედო ვახშამზე, რომელიც იმ ადამიანების დასახმარებლად მოეწყო, ვინც 3 წლის წინ აგვისტოს 5 დღის მსხვერპლი გახდა.